უკონკურენტო ასლან კახიძე ხელვაჩაურის ახალ არჩეულ საკრებულოს მომავალ მოწვევამდე უხელმძღვანელებს. არაოფიციალური ინფორმაციით ქართული ოცნების კანდიდატურას ხარი კოალიციის რამდენიმე წევრმა არ დაუჭირა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი კი ვაკანტური რჩება, ახალმა ხელმძღვანელმა კანდიდატის შესარჩევა დამატებითი დრო ითხოვა. ოპოზიცია ასლან კახიძეს მოადგილებს საკუთარ კანდიდატურას შესთავაზებს, ამისათვის შესაძლოა საკრებულოში შემავალი სამივე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს. Atoni, Aslan არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლე თავმჯდომარე. ასლან კახიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ 17 ხმით აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა ახალ დაკომპლექტებული თვითმმართველობის 26-ვე დეპუტატმა მიიღო. თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა საკრებულოს 6-მა წევრმა მისცა, 3 ბიულეტენი კი გაბათილდა. პირველი პირი ხელვაჩაურის საკრებულოში გუნდურ მუშაობას გეგმავს, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ ასლან კახიძეს, რომელიც კოალიციაში თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს, ხარი მისივე გუნდის რამდენიმე წევრმა არ დაუჭირა. ვინც მომცა, არ აქვს მნიშვნელობა და ვინც არ მომცა, ყველას დიდი მადლობა. ამით მე დავინახე, ვინ მიჭერს მხარს, ვინ არ მიჭერს, მაგრამ მაგით არაფერი არ განისაზღვრება. მე მინდა მათთან ერთად ვიმუშაო და რა თქმა უნდა წარმატებული საკრებულო, წარმატებული მუნიციპალიტეტის შევქმნათ ჩვენ. გუნდური თამაში კარგად ვიცი. სპორტიდან გამომდინარე, ჩემი საქმიანობა ნავსადგურში იქაც გუნდური მუშაობიდან გამომდინარე იყო ყოველთვის. კოალიცია ქართული ოცნების წევრთა ნაწილმა, როგორც თავად ამბობენ, მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა დღეს გაიგო. გურამ დუმბაძის განცხადებით, ასლან კახიძის ბედი ცენტრალურ ოფისში გადაწყდა, რასაც იოსებ ბოლქვაძეც ადასტურებს. იგი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებოდა. მე სურვილი მქონდა კოალიციის შიგნით განხილულიყო კანდიდატურა და შემდეგ მომხდარიყო მისი დასახელება. და უპირატესობას მე მივანიჭებდი ამ კოალიციაში წარმართულ ძალას ქართულ ოცნებას. ქვეყანა იმართება მკაცრად ზემოდან ქვემოთ და მე მიმაჩნია, რომ იმართებოდეს უნდა ქვემოდან ზემოთ და მერე ისევ ზემოდან ქვემოთ. აი ეს წრე უნდა შეკრიბილი იყოს. არ არის ეს წრე შეკრიბილი. რეჟიმი არ იცვლება. ჩვენ შევცვალეთ ბოროტის სააკაშვილი, კეთილი ღარიბაშვილით. ნახოს შედეგები რა იქნება. იყო რამდენიმე კანდიდატურა, ასე რომ ახლა ეს ასე ხდება ყველგან. საბოლოოდ ახლა ვთქვათ, ვინც არის ხელმძღვანელი ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კალაძე და დანარჩენი კოალიციის ფორმაში იქ. იმიტომ რომ მაინც პასუხისმგებლობა რომელიმე პარტიის წევრის, რომელიც იქნება წარმოადგენელი საკრებულოში, თუ რაიმე შეეშლება, მაინც პარტია და ზემქუმი ორგანოები აგერენ. ასე რომ ისინი ღებულობენ გარკვეულწილად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ვაკანტური რჩება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია. მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში მეორე პირი თავმჯდომარეს უნდა დაესახელებინა. ასლან კახიძემ დამატებითი კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა და საკითხი მომავალი სხდომისთვის გადადო. ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ უმცირესობის კანდიდატურას თავაზობს. მათი განცხადებით კონსულტაციებს გაივლიან და არ გამორიცხავენ, რომ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციას ერთიანი კანდიდატი შესთავაზოს. მე ვისურვებდი, რომ მოადგილე იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ვინაიდან უფრო იქნება აი ურთიერთკონტროლირებადი მუშაობა. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ჩამოყალიბდებით ოპოზიციური პარტიები და წარმოადგენთ თუ იქნება მის ზაობა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. ჯამში 500 ხმაა სხვაობა 19800 ხმიდან ოპოზიციური ჯამური ოპოზიციისა და ჩვენ დავაკენებთ კანდიდატებს, შეიძლება ნაციონალურ მოძრაობამაც დააყენოს თავისი კანდიდატურა, მაგრამ ხმათა უმრავლესობით დავინახავთ ვის უჭერენ მხარს ჩვენ კანდიდატს თუ მათ კანდიდატს დემოკრატიისათვის კარგი იქნებოდა, რომ იმ ხალხს, რომელმაც ქართულ ოცნებას ხმა არ მიცა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი, მათი სახე, მაშინ რა ქვია, ბიუროს წევრი რო იყოს, ბიუროში რო იყოს და იყოს თანამდებობის პირი და არა პატარა ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ახორციელებს. კომისიები ჯერ არ დაკომპლექტებულა, თუმცა ცნობილია, რომ სულ ხელვაჩაურის საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს. 26 მანდატი თვითმმართველობაში 4 პოლიტიკურ სუბიექტზე გადანაწილდა. უმრავლესობის წარმოდგენილ სახელისუფლებო გუნდს 18 მანდატი აქვს, მათგან 100 მაჟორიტარი, ხოლო 8 პროპორციული სიით გასული დეპუტატია. 4 წევრი შეიყვანა საკრებულოში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. 3 ხმის უფლება აქვს ნინო ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას, ხოლო 1 მანდატი დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსს ერგო. დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსს.